ვირუსების სეზონი კარგა ხანია დადგა. ყოველთვის ასე ხდება ზამთრის დადგომასთან ერთად. სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში ვირუსულმა ინფექციებმა მკვეთრად იმატა. მათი თქმით, ამჟამად 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსია გავრცელებული და მათ შორის ყველაზე ხშირი გრიპია. გრიპის ვირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო და იანვარშიც გრძელდება. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, ჩვენში გავრცელებულ ვირუსებს შორის ყველაზე საყურადღებო სწორედ გრიპის ვირუსია, რადგან გართულებებით მიმდინარეობა ყველა სხვა ვირუსზე მეტად მას ახასიათებს. იანვრის თვეში ვირუსული ინფექციების ცირკულირება გარკვეულად ემორჩილება სეზონურ მატებას, როდესაც ლაპარაკობთ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონზე. Ხელდოლობაში გვაქვს ამ ტიპის დაავადებების შემთხვევების მატება ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდში. სწორედ ეს არის ქვეყანაში მაქსიმალური აქტიურობა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების, რომელსაც ვეძახით კიდეც სეზონურ მატებას. სეზონური მატების ფარგლებში ასევე ძალიან საყურადღებოა და ამავდროულად მნიშვნელოვანი, როდის ველოდებით შემთხვევების მატების პიკს. ეს შემთხვევები ეხება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გრიპს, რომელიც დღეს მოცირკულირებულ ვირუსებს შორის ყველაზე მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი ვირუსია, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია საავადმყოფოში მოხვედრის მდგომარეობის დამძიმების განპირობება, ამიტომ მთავარი აქცენტი გრიპის ვირუსზე. ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ გრიპის პრევენციისთვის ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა, თუმცა საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საკმარისად პოპულარული ვერ გახდა. 2024 წელს გრიპის სეზონის დაწყებამდე ვაქცინაცია უპირველეს ყოვლისა რისკ ჯგუფებს შეუტარდათ. ბავშვებს, ფეხმძიმეებს, ასაკოვან ხალხს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. თუმცა უკვე 4 ნოემბრიდან ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში აცრა ნებისმიერი მოქალაქისთვის სრულიად უფასო იყო. გრიპი არ გახლავთ მხოლოდ ხანში შესულების ან ხუთლამდე ასაკის ბავშვების დაავადება. ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეხვდეს, ასე რომ ზამთრის დასაწყისში, უბრალოდ შემოდგომის ბოლოს ზამთრის დასაწყისში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გახდეს ჩვენი პრევენციული, პროფილაქტიკური ღონისძიებების აუცილებელი ნაწილი. რაც სამწუხაროდ ჯერჯერობით ესე არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად ამ ადამიანების რაოდენობა მოიმატებს და იმედი მაქვს, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იქნება ქვეყანაში, რომელსაც საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რამდენად ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ფსიქოლოგი ანა მეუნარგია მიიჩნევს, რომ საზოგადოების დაბალი მოთხოვნა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უმეტესწილად ინფორმაციის ნაკლებობასა და ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებულ ეჭვებს უკავშირდება. სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით კვლევები საქართველოში არ გვაქვს ჩატარებული, თუმცა ამერიკის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების გამოცდილებით შეგვიძლია, რომ 4 ჯგუფი გამოვყოთ, რის გამოც ადამიანები თავს იკავებენ ხოლმე აცრისგან. ეს არის რელიგიური მოსაზრებები, ფილოსოფიური მოსაზრებები, რაც ჩვენთან ალბათ ნაკლებად დამახასიათებელია ჩვენი კულტურისთვის. ჩვენთან ალბათ უფრო მეორე ჯგუფი იჩენს თავს, ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა, ან კონსპირაციული თეორიების არსებობა და უსაფრთხოებაში დაურწმუნებლობა, იმიტომ რომ არ ვიცით ხოლმე, არ ვართ ხოლმე დარწმუნებული, რამდენად შედეგიანი იქნება ესა თუ ის აცრა, რამდენად დაგვეხმარება რეალურად ჩვენი პრობლემის მოგვარებაში. თბილისის ქუჩებში კი მოქალაქეები ასე პასუხობენ კითხვებს იმის თაობაზე, არიან თუ არა აცრილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით და მიმართავენ თუ არა ექიმს ვირუსის ნიშნების გამოვლენისას. ახლა აცრილი არა ვარ ნამდვილად. როგორ გითხრათ? გაციების შემთხვევაში გაჩნია რა ნიშნებს ავლენს ეს გაციება, ხო? თუ ახლა ჯვარი წერია ყველას არის სიცხე, ხველება და რაღაცა, რა თქმა უნდა, ექიმს უნდა მიმართო, რა თქმა უნდა ხამის. ბევრი ფილოსოფია, მაგრამ თუ ოდნავ გაციება რაღაცა, იქ ცხელი ჩაი, ლიმონით და ასე შემდეგ. ვაქცინით არა ვარ აცრილი, არც ოჯახის წევრები აგვიცრია. პირბადას ვიყენებთ და იზოლაციას ვირუსის შემთხვევაში. არა ვცრილი. პაპური ის იყო, ნიორი და სპირტი. აი მაგას ვიკეთებ და გრიპი არა მაქვს. კი ვარ აცრილი. გაციებული როდესაც ვარ გაციებული ჩემი მკურნალობ, იმიტომ რომ მაინც არ მირთულდება ხოლმე. როგორც ყველა იქცევა, ანალოგიურად მეც ჩაისვამ სახლში რაღაც ვიცდები, თბილად ვიყო, სულ ეგ არის, მეტი არაფერი. სითხეებს ვიღებ, ექიმს არ უკავშირდები.